დღეს ჩვენ უნდა გავატაროთ 24 საათი დღეში ისევ. დღეს ნაზარმა გაჭირდა. ანუ როგორც წინა ვიდეოში ჩვენ ავშენებთ სახლს და მოიპოვოთ საჭმელი და გადავჭეთ ღამით. დღეს მართლა უნდა გადავჭეთ. მოდით ზედმეტი დროის სახარჯვის გარეშე დავიწყოთ ყველაფერი. თან მე მგონი წვიმაც იწყებს და ამიტომ ჩქარა გუჭოს მოქმედება. ილია და დემე წავლენ ხეზე. ჩვენ კიდევ გავაშენებთ სახლს, რაშიც გავათემთ ამას. კარგი, წავით. დღეს ჩვენ სახლის აშენებაში დაგვეხმარება თოკი. კიდევ მეტი არაფერი, მაგრატელის გარდა მეტი არაფერი. და მთავარი მატერიალი რა თქმა უნდა არის ხეები, დემეტრემ ცოტა ხე, მაგრამ აი ეს არ დაგჭირდება. სპარსი. უი. კაი. უი. ხეები რაც დაგჭირდა დავალაგოთ აი ზუსტად აქ. მაგრამ გონი ამის გადაჭრა მოგვიწევს. ეს? ხო, რა ვარ. შო ეს ერთი. ვიპოვეთ თანაბრები და ეხლა გვინდა რამე თან აქ ამას დასდებია, კაი აქ. კაი დავალაგოთ წავიდეთ არა. ძალიან დაუშვებს. აი ცოტა ხანი მეგობრებო შევისწავლეთ, ნახავთ წვიმა გაძლიერდება თუ არა და რამე დაგიბრუნდებით მეორე დღეს ან კიდე როდესაც გადაიღებს. A few moments later. მეგობრებო, გავაკეთეთ შესასვლელის კარკასი. ჩავთვალოთ. ანუ თავიდან ესე იქნება და ახლა უკნიდან გადავჭრით აი ამ ტოტს, დავადებთ აი ასე. მეგობრებო, ესეთ გადავჭერით ეს ოღონდ უნდა იყოს დაქცეული ეს. ეს უნდა იყოს დაწვენილი, უნდა იყენოს ჩარჩოს და ეხლა გავაკეთებთ მეორეს და მთლიანი ჩარჩო მზად იქნება. transcali. ოი. მეგობრებო, ეხლა ჩვენ მივდივართ რომ მოვხერხოთ ერთი ხე, რადგან არ გვაქვს უკან მეორე დასაწოლი. იქ წავიდეთ. ეს? ვარუჩ, წავიღოთ, აი. მოვიტანთ მეგობრებო. აი აქ ჯერ. მოვჭერით, გავასწოროთ ყველაფერი. ეხლა სინების დახმარებით უნდა გადავაბათ ეს ჩვენს პირველ კარკასს. მეგობრებო, კარკასი ავაწყეთ. აქ დაჟე გავაბით უკვე რამდენიმე სინა ფოთლების დასაწყებად. ხო. ასევე კიდე აქაც ბოლომდე ჩავუყვებით, გავამაგებთ ბოლოებში და ჩვენი სახლი იქნება დასრულებული. ეხლა ჩვენ რა? ახლა ჩვენ კაცი თავიდან. ეხლა ჩვენ ვაპირებთ რომ შემოვარტყათ აი ეს სინა მეტრიანი სინა კარავს და შემდგომ ამ სინებზე დავალაგებთ ფოთლებს და ჩვენი კარით ცუდად იქნება და გავატარებთ ხამის. კარგით? დავიწყოთ. დემი, მოვიდა. ჭოხია ის. ჰა? დემი! სამი ორი ერთი.
მეგობრებო, დაგიბრუნდით. შემოვარდყით უკვე ჩვენს კარავს. შემოვარდყით წინა უკვე კარავს. დაგიბრუნდით მეგობრებო. ჩვენს კარავს უკვე შემოვარდყით სინა. ასეთ გამოიყურება უკვე. ახლა ზემოდან დავადოთ ფოთლებს და ზადი იქნება. კედლების პრობლემი გვაქვს. ცოტა გაღნულია ინა. დემეტრე და ილია უკვე აგროვებენ ფოთლებს. One eternity later. მეგობრებო, დავასრულეთ ჩვენი კარვის აშენება. ვხედავთ უკვე გადავაფორეთ შიგნიდან ძალიან ფართო გამოვიდა 4 მეტრზე ვართ. ასევე შეგვიძლია ჩამტკბილად წამოვწვეთ. ეხლა ცოტა ხანში უკვე რადგან ჩამოგვიღამდა, დავიჯერეთ და ხვალე დილით ისე ვკნახავთ. ფინალში დავისაუბრებო. გავუგზავნე მე ამათ ჯერსინო. გავუგზავნე ხადა დავიწყებთ. ყველა. აქირო. გაიგოც. კარგით, ეხლა ცოტას გამოფხიზლებით და შეგვიძლია გავაგზავნოთ 20 საათი. მეგობრებო, გამომხიზლით უკვე. რა გამოსელინება ცოტა ჩვენს არავიდან და მოვიდით ამ სახლთან. რომელიც იცით ყველა, კარგად მილიონჯერ გვაქვს ნახეული. ჩვენ გვაქვს მობილოზე EMF-ი, ახლა გამოვიწეროთ თქვენს ეკრანზე. აგერ გამოჩნდა და ჩვენ ვაპირებთ რომ მოვინახულოთ, დავნახოთ იქნებ არის თუ არა ამ სახლში რამე პარანორმალური. აგერ თქვენს ეკრანებზე ჩანს ახლა EMF-ი, ანუ რომელიც ომავს მაგნიტურ ველებს და ასევე აუდიო ვიზუალიზატორი. ნამასტება. ჩერარო. ხოთახი. შო. იმასო კოდნაშო კორცხს ნახევარ. ვიგე? ცოტა იყო და თუ არა, იწევს ნელა. ოი. ეხლა ხედავთ ჩვენ თუ არ ვსაუბრობთ. აი ეს იმაშობა იჭერს ცოტა. აი ეს რაღაცა. აი აქ იწევდა. უცებ და მე უცებ დაიწევ ის. იქნებ გაიო. მაშაკო. გაიო. თუ ისე იქნებოდა, ისე ვაიწევდა ეხლა. როგორ გავიდით უკვე პატარა აწევა დავაფიქსირეთ. მაგრამ ის რა იყო ამის? მეგობრებო, დღეისთვის მე მგონი უკვე საკვარისი იყო ეს და დავასრულოთ უკვე ვიდეო. სტოპ. ახლა კი ყველაფერს ახსნის დროა. გადაღების დროს ინტერნეტი ჩართული არ ქონდა, რაც ნიშნავს, რომ EMF-ის აწევა სიგნალის უეცარი დაჭერის ბრალი არ იქნება. მიტოვებულ მშრალ და მტვრიან შენობებში გადაადგილებისას ტანსაცმლის ხახუნით სხეულზე ხშირად გროვდება სტატიკური ელექტროობა. შესაძლოა ტელეფონის ზედა პანელთან, სადაც სენსორებია, ხელისწრაფა მიტანამ ამ მკვეთრმა მოძრაობამ გამოიწვია EMF-ის მყისიერი ნახტომი. მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდია.